ალბათ უამრავ ადამიანს მიუღია საეჭვო შინაარსის ელექტრონული წერილი, რომელშიც ფულს გთხოვენ და სანაცვლოდ ისეთ ზღაპრულ სიკეთეს კპირდებიან, რომლის დაჯერებაც უბრალოდ შეუძლებელია. ახლა ჩვენს გასაბრიყვებლად უკვე ხელოვნური ინტელექტი ჩაერთო საქმეში. ეგრეთ წოდებული deepfake ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ადამიანის ასლია და ამ ტექნოლოგიის წყალობით სიყალბე სრულიად ახალ, ძალიან სარწმუნო საფეხურზე ავიდა. ერთი ბანკი ასეთი ტიპის სიყალბეს სიყალბით ეებრძვის. გამომძალველების ხელში ეს ფულის მოპარვის მძლავრი ინსტრუმენტია. დღევანდელ გადაცემაში ლონდონიდან მოგესალმებით, სადაც deepfake-ის აღზევების მიზეზები გვინდა გავარკვიოთ. გულისხმობ ყალბ ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალას, რომელიც ნამდვილს გავს, მაგრამ ყალბია. აი მაგალითად როგორც ჩემი წარდგენა, რომელიც სინამდვილეში მე კი არ ვიყავი, არამედ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ჩემი ავატარი იყო. შეამჩნიეთ რამე განსხვავება. ჩემი ავატარი ჩემი თანხმობით შეიქმნა კომპანია Synthesia's პლატფორმაზე. ეს კომპანია აწარმოებს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ლეგიტიმურ მასალას, როგორიცაა მაგალითად ვიდეო სემინარები, მარკეტინგული და სამომხმარებლო მომსახურება, რომელთა უსაფრთხოებაც დაცულია. ჩვენ არ ვქმნით პიროვნების ავატარს მისი მკაფიო თანხმობის გარეშე. ჩვენი მეორე მიმართულებაა კონტროლი. ვახდენთ ვიდეოების კონტენტის მოდერაციას. მესამე მიმართულებად გვაქვს თანამშრომლობა, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, მთავრობასთან და პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ ტექნოლოგიას პასუხისმგებლობით იყენებენ და ავითარებენ. Deepfake-ი ბოროტ განზრახვას ემსახურება. ისინი ქმნიან ნამდვილი პიროვნების ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალის ასლს იმისთვის, რომ ესა თუ ის პიროვნება ან ორგანიზაცია ცუდი კუთხიდან წარმოაჩინონ. პროფესორი მაიკლ ბულდრიჯი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის ექსპერტია, ამბობს, რომ ეს ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება. თუკი ტექნოლოგია იმ დონემდე დაიხვეწა, რომ მაგალითად ვიდეო ჩართვაში, როცა გონია, რომ შენს უფროს ესაუბრები, სინამდვილეში მეორე მხარეს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოა, მაშინ ნამდვილად რთული იქნება გაარჩიო, რა არის ნამდვილი და რა ყალბი. 2024 წლის ივლისში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც რესპონდენტების 40%-მა, რომელთა ასაკიც 16 წელზე მეტია, განაცხადა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც შეხვდა deepfake-ი. თუმცა 10-დან მხოლოდ ერთი იყო დარწმუნებული, რომ შეეძლო ამ სიყალბის გარჩევა. ერთმა ბანკმა გადაწყვიტა წამოეწყო ყალბი deepfake-ის მასალის გავრცელების საკუთარი კამპანია. ამ კამპანიის მიზანი deepfake-თან დაკავშირებული საფრთხეების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. როგორც ალბათ მიხვდით კიდეც ეს მე არ ვარ. ეს არის deepfake-ი, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ გაგაფრთხილოთ ამ სიყალბესთან დაკავშირებით. Deepfake-ს ტექნოლოგიური კომპანიებიც ებრძვიან. ტელეფონის ეს ახალი ფუნქცია ხელოვნურ ტექნოლოგიას მსგავს ხელოვნურ ტექნოლოგიას უპირისპირებს, რითაც მომხმარებელს უადვილებს ერთმანეთისგან ყალბისა და ნამდვილის გარჩევას. აპარატში ჩამონტაჟებული ხელოვნური ინტელექტი ვიდეოსა თუ ფოტოზე მოცემული სახის სკანირებას აკეთებს. მერე ალგორითმი აანალიზებს მონაცემებს, არჩევს თუ სად არის უზუსტობა მოცემულ ვიდეოსა თუ ფოტოზე აღბეჭდილ სახეზე. და საბოლოოდ მომხმარებელს საშუალებას აძლევს მაშინვე მიხვდეს, პიროვნება რეალურია თუ არა. მოდით ავიღოთ ეს მაგალითი. მოდი დავაკვირდეთ ამ ქალს. რა სიტყვით? რეალურია თუ ყალბი? რთულია გარჩევა, არა? მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მივხვდებოდი ეს ყალბი იყო თუ არა. მოდი კარგად შევხედოთ. თუ ამ ჯადოსნურ ღილაკს დავაჭერთით, მაშინვე გამოჩნდება ეკრანზე, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაირთო. იგი სახის სკანირებას ახდენს, რათა განსაზღვროს ნამდვილია თუ არა ეს ადამიანი და უკვე წამებში ვიღებთ პასუხს. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ საეჭვო სახეში ცვლილება დაფიქსირდა. 93%-ია იმის ალბათობა, რომ ეს ადამიანი ნამდვილი არ არის. ამის მერე მომხმარებელი უკვე ეჭვდება, რომ ეს პიროვნება რეალური არ არის და რომ ის შესაძლოა თაღლითობის სქემაში ჩაითრიონ. გამოდის ახალი ტექნოლოგიის წინააღმდეგ მებრძოლი ტექნოლოგიური კომპანია ხართ? საბოლოო ჯამში ჩვენთვის ეს ჩვენი მომხმარებლის უსაფრთხოება და პირადი მონაცემების დაცვაა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბოლო რამდენიმე წელი ტექნოლოგია საკმაოდ სწრაფად ვითარდებოდა, ნაწილობრივ ხელოვნური ინტელექტის წყალობით. ამიტომ აუცილებლად გამოჩნდებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მის თაღლითურად გამოყენებას მოინდომებდნენ. ინდუსტრიის დონეზე მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველა წამყვან მოთამაშეს გვაკისრია პასუხისმგებლობა, რათა რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და შევაჩეროთ deepfake-ის წინსვლა. სიყალბე მთავარი პრობლემა არ არის. Deepfake-ი ინტიმური შინაარსის მქონე ფოტო და ვიდეო მასალების უნებართვო გავრცელებასაც უწყობს ხელს. ამ დანაშაულის ერთი მსხვერპლი, რომლის ვინაობასაც ეს ავატარი ფარავს, ყოფილმა მეგობარმა გაწირა. დაბნეული და გაოგნებული ვიყავი. ასეთი დანაშაულის შესახებ გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა ხელი შეუწყო კამპანიური ჯგუფის შექმნას, რომელიც ახლა ვებგვერდებზე ვიზუალური მასალის განთავსების რეგულაციების გამკაცრებას იწვევს. მე გავესაუბრე ასეთი დანაშაულის 30-ზე მეტ მსხვერპლს და ყველა ამბობს, რომ ამ ფაქტის შემდეგ მათი ცხოვრება უკან წავიდა. ეს აისახა მათ სამსახურზე, კარიერაზე, საკუთარი სხეულის მიმართ დამოკიდებულებაზე, ზოგადად იდენტობის განცდაზე. უარესი რაღა უნდა იყოს.